ძველი თბილისის სამმართველოს განახლებული შენობა თაბუკაშვილის ქუჩაზე 4 სართულიანი გამჭვირვალე შენობა გაიხსნა. განახლებული ნაგებობა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სოფოთის შინაგან საქმეთა მინისტრთა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ერთად გახსნა. თბილისში პოლიციის ეს რიგით მე-17 შენობაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. თაბუკაშვილზე არსებული პოლიციის შენობა დაწმიდისა და სოლოლაკის მოსახლეობას მოემსახურება. 4 სართულიან შენობაში 50 უბნის ინსპექტორი და 20 დეტექტივი იმუშავებს. ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილება შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განახლდა. ვარ გაუცებული და მიხარია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა და მე ვიცი, რომ მალე ეს გარშემო ეს უბანის გალამაზდება, აღდგება ძველი არქიტექტურა და ეს გახდება ერთ-ერთი თბილისის საყვარელი, ნათელი და მშვიდობიანი ქუჩა. მიხარია, რომ ჩვენი მეგობარი საქართველოს დღითი დღე ვითარდება. მე შემთხვევით არ ვიმყოფები დღესა, გუშინ დავესწარი პოლიციის დღეს კი ამ შენობის გახსნას ვესწრები. ჩვენ დღეს ხედავთ ახალ სტრუქტურას, ეს არ არის საბჭოთა მილიცია, ეს არის ქართული პოლიცია, რომელიც ერთგულად მსახურობს. ჩვენ ვხედავთ, რომ თითეული ესეთი შენობა ერთმანეთზე უკეთესია, აქ ყველაფერი თანამედროვე სტანდარტებზეა, რაც აძლევს საშუალებას ქვეყნის განვითარებას. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც სურთ დემოკრატია.